მოგესალმებით ყველას. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას ესეთ შეკითხვაზე. 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო ცვლილება რა მოხდება თქვენთვის, თქვენს ცხოვრებაში? და სანამ გაშლას გავაკეთებ, მადლობას გადაგიხდით თქვენი აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ნდობისთვის და ასე შემდეგ. პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ 511 14 91 78 Telegram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ში მიკავშირდებით. ეხლა კი დავიწყოთ ჩვენი საჯარო გაშლა. ნორმალური წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო მოვლენა. რა მოხდება ესეთი პოზიტიური თქვენთვის? პირველი, მეორე და მესამე. ვარიანტებისთვის რა გამოვიყენოთ? ესე იყოს. პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის ეს ობსიდიანი და მესამე ვარიანტისთვის აი ესეთი. ჩანს. ესეთ კი. პირველი, მეორე და მესამე. ერთ-ერთი ჩაიფიქრეთ. კარგით, მე დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტით, ვინც შეიფიქრეთ ეს ლაბრადორიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო ცვლილება თქვენს ცხოვრებაში. პირდაპირ აი ეს შემიძლია რომ გითხრათ, ყველაზე სასიხარულო თქვენ ცხოვრებაში მოხდება ის, რომ თქვენ განთავისუფლდებით თქვენი წარსულიდან. კი. და გადადიხართ საერთოდ ცხოვრების ახალ ციკლში, ახალ ეტაპზე და ეს ახალი წელი არა მარტო ვთქვათ ფიზიკური მოსემულობა იქნება, არამედ ენერგეტიკული გაახლების შესაძლებლობაც, რაღაც ახალი შესაძლებლობებით შემოვა და აი თითქოს სამყარო მოგცემთ შანსს იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაიწყოთ ხელახლა. თავიდან იმისთვის, რომ თქვენ თავსაც მისცეთ მეორე შანსი, იმისთვის, რომ სრულიად შეცვალოთ არსებული ცხოვრების სტილი, ურთიერთობების მოდელი თუ ასე შემდეგ, ხო? ყველაფერი აქამდე რაც თქვენ ძალიან გსტრესავდათ, განერვიულებდათ და ეს ცხრიანი ხვლების მდგომარეობაში გააგდებდათ, ეს მიკროფონში დამიჯდა და მე ყოველთვის ვახცე ყურადღებას. ყველაფერი აი ამისგან განთავისუფლების შესაძლებლობა მოგექცემოთ. ყოველ შემთხვევაში სამყარო შეგიქმნით ისეთ გარემოებებსა და ისეთ სიტუაციებს, რომ თქვენ განთავისუფლდეთ თქვენი მტკივნეული წარსულისაგან და ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენთვის რაიმე ფორმით ზიანს შეიძლება რომ გაყენებდეთ, ხო, თუნდაც ემოციურად, ფიზიკურად, ფინანსურად და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს შანსი გეძლევათ და დიდწილად უკვე თქვენზეა დამოკიდებული გამოიყენებთ თუ არა ამ შანსს, ხო? ეს არის ახლა პირველ ვარიანტში ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადად რაც ჩანს, სხვათა შორის ხო არ ვიცი რა რაღაცა ესეც წამოვიდა. შეიძლება იყოს ახალი მანქანა მაგალითად ან მართვის მოწმობა თუ დიდი ხანია რაღაცა ტრანსპორტთან გადაადგილებასთანაც კავშირშია, შეიძლება საზღვარგარეთ წასვლასთანაც დავაკავშიროთ და აღვიქვათ. კი, იმიტომ რომ ეს არკანი ამასაც მოიაზრებს. მე მინდა ვიცოდე კონკრეტულად რა სფეროში იქნებათ ეს გაახლება. განახლება უფრო სწორად.
მე მგონია რომ ეს იქნება უფრო მეტად ურთიერთობების დალაგება და ურთიერთობების დათბობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც აქამდე მართლა პირდაპირ მნიშვნელობით გულს რო გტკენდნენ და რო ვერც იაზრებდნენ, ან შეიძლება პრინციპულად არ იმჩნევდნენ იმ ყველაფერს, რასაც თქვენი მისამართი დაკეთებს. შეიძლება იაზრებდნენ, მაგრამ არაფერს არ ცვლიდნენ. და თქვენ ირჩებოდით ესე ნაწყენი და იმედგაცრუებულიც, მაგრამ არაფრის შეცვლა არ სურდათ აქამდე და ყოველ შემთხვევაში აქ უფრო თქვენი მხრიდან ჩანს იმდენად დიდი პიროვნული ცვლილებები, ტრანსფორმაცია და იმდენად გაიზრდებით, რომ ამ ადამიანების არსებობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება და მთლიანად ფოკუსირებული იქნებით თქვენს საქმეზე, თქვენს ოცნებებზე და საერთოდ აი ნუსში აღარ მოგივათ ეს ადამიანები და საერთოდ მგონია რომ იმდენად დაუკარგავთ მნიშვნელობას ამ ხალხს და ამ ადამიანებს, რომ რაც არ უნდა გითხრან და გააკეთონ, უკვე თქვენ აღარ მიიტანთ გულთან. უფრო თქვენი მხრიდან ვხედავთ ცვლილებას. თუ ადამიანები ახლა ასე არ იცვლებიან, რაც არის, ის არის უბრალოდ თქვენთვის აღარ იქნება მნიშვნელოვანი, რაც აქამდე შეიძლება რომ გწყინდათ ხოლმე და ეს იდეაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ესეთი თერაპიული პროცესია. თუ ვინმე ფსიქოთერაპევტთან ერთად გადიხართ ამ პროცესებს, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით ასე შეიძლება გავიგოთ, თუ არა თვით თერაპია შეიძლება გამოგივიდეთ 2026 წლის ბოლომდე. ეს იყო პირველი ვარიანტთან, რაც ამ გაშლაში შემიძლია რომ მეთქვა, გელოდებით ლაიქებში და კომენტარებში. მეორე ვარიანტი, შევებსდიანი მით ჩაიფიქრეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო ცვლილება და სიახლე 2026 წლის განმავლობაში თქვენთვის რა იქნება. 2026 რა, ზოგადად წლის ბოლომდე. ანუ ახალი წელი ხო დგება ახლა და ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო მოვლენები ცვლილება. კარგი და ამას რა მიმართულებას აძლევთ? იცით რა არის? მეორე ვარიანტთან ესეთი სიტუაცია გაქვთ, რომ თუ კი არსებობს თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელთანაც არც თუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა გქონდათ და გულისხმობ იმას, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან იფასებდა თავის თავს, ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, რომ თქვენთვის დაემტკიცებინა, რომ ის თქვენზე უფრო ჭკვიანია, თქვენზე უფრო კარგია, ასაკობრივი რაღაცა ვთქვათ, განსხვავება შეიძლება იყოს თქვენ შორის და მოკლედ ადამიანი, რომელიც მთელი თავისი მონდომებით ცდილობდა საკუთარი მნიშვნელოვანების დამტკიცებას თქვენთვის, რომ აი ნახე, მე როგორი კარგი ტიპი ვარ და შენ არავინ ხარ. აი რაღაცა ესეთი ტონი და განწყობა თუ ქონდა ვინმეს თქვენთან მიმართებაში. აი ამ ადამიანთან გიჩვენთ ურთიერთობის შეცვლა. გარკვეულწილად ეს შეიძლება განვიხილოთ რაღაც სამსახურეობრივი კონფლიქტიც მაგალითად. დიდწილად ან საქმესთან დაკავშირებით თუ თქვათ აი მეწილე თუ ყავთ ვინმე მევალე ხო რაღაც აი ფინანსებთან სამსახურთან დაკავშირებული არის ეს ამბავი. ეხლა ვიღაცებს შეიძლება სამსახურებრივი რომელიც გქონდეთ, იმიტომ რომ ვიღაცებთან ეს მომენტიც წამოვიდა და განვავრცობ მოგვიანებით მაგას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანთან რაღაცა საქმიანი მატერიალური ფინანსებიდან გამომდინარე ურთიერთობა გაკავშირებთ. ეს უბრალოდ სიგნიფიკაცია და ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ ადამიანთან თქვათ რაც შეიცვლება და რაც გაგახარებთ არის ის რომ
თუ ეს იყო სამსახურებრივი რომანი, ადამიანი რომელიც ესე მუდმივად ამრეზით გიყურებდათ და იქცეოდა გაიაზრებთ ამ წლის ანუ წლის ბოლომდე რომ სინამდვილეში ეს იყო მისი მხრიდან თამაში ერთგვარი და ნიღაბი იმისთვის რომ უბრალოდ თქვენს ეგოზე და თვითშეფასებაზე ეგრე ემოქმედა, ანუ რაღაც ეგეთი უაზრო მანიპულატორული ტოქსიკური გამოვლენებები ქონდა ამ ადამიანს, მაგრამ გაიაზრებთ იმის რომ სინამდვილეში მაგ ადამიანს მოწონხართ და უყვარხართ და რაღაცნაირად წამოვა მისი მხრიდან აღიარების მომენტი, თქვენი აღიარების, კი. და უბრალოდ აი მაგზოს თქვენ უკვე როგორ ეტაპზე იქნებით, იცი რომ ანუ აი საერთოდ რო არ გაღელვებთ, არც გაინტერესებთ, არც გეფიქრებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე თქვენ გზას გაყურებთ, თქვენს მიზნებზე და გეგმებზე ხართ ფოკუსირებული და ხა ეს ადამიანი რას გეტყვით და რას მოიმოქმედებს, უკვე თქვენთვის ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება წესის დარიგით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს აღიარება, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდით, რომ საკმარისად კარგი ხართ და საკმარისად ჭკვიანი ხართ და ნუ რაღაც არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობების კუთხით წავიდეთ, ყოველ შემთხვევაში თუნდაც აი მუდმივ კრიტიკას თუ იღებდით ამ ადამიანისგან, საბოლოოდ წამოვა მისი მხრიდან პირიქით, რაღაც ძალიან პოზიტიური შეფასებები, რაღაც თქვენი შესაძლებლობების დანახვისა და გააზრების მომენტი დაუდგება ამ ადამიანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაგ დროს უკვე თქვენ საერთოდ აღარ გაინტერესებთ ეს ადამიანი, აი საერთოდ აი ნუში არ მოგდით. კი, აქ იყო ძალიან მტკივნეული კომუნიკაცია თქვენ ორს შორის. და რაღაცნაირად მიხვალთ იმ მომენტამდე, რომ თქვენი ერთ გარემოცვაში ყოფნა გახდება უფრო ჰარმონიული, მშვიდობიანი. და რაღაც დაბალანსებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აი როგორც კი თქვენი ურთიერთობა წავა იმისკენ, რომ აი რაღაცა დაალაგოთ, დათბეს თქვენი ურთიერთობა, ნელ-ნელა დაალაგდეს, აი ზუსტად მაშინ მაგ დროს თქვენ შეიძლება საერთოდ ახალი შესაძლებლობები და ალტერნატივები გამოგიჩნდეს და გადახვიდეთ მაგალითად ან იმ ახალ სამსახურში, ან იმ რაღაცა თქვათ ახალ ბიზნეს პარტნიორთან, თუ რა სფეროში ხართ და როგორ ცხოვრების სტილიც გაქვთ, ხო? ყოველ შემთხვევაში აი თქვენ უკვე რაღაცა ახალ ჰორიზონტებზე იყურებით და სრულიად მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ სხვა გზას დაადგებით და აი რაღაცა ცოტა გულის წვეტის მომენტი იქნება იმ ადამიანის მხრიდან, რომ აი ძლივს დავვლაგდით და ეხლა მიდიხარ, აი რაღაცა ესეთი მომენტი იქნება, რა სახის ურთიერთობაც არ უნდა გქონოდათ, ხო? იქნებოდა ეს უბრალოდ რაღაც თანამშრომლისა და უფროსის ურთიერთობა თუ სამსახურებრივი რომანი თუ ანუ რაც არ უნდა ყოფილიყო რა. ამის თქმა მინდა. კი. ეს იყო მეორე ვარიანტთან, რაც აი აღიარება, აი ეს დავარქვათ მეორე ვარიანტს. აღიარება მოხდება 2026 წლის განმავლობაში თქვენთვის. და აი თქვენს გაიაზრებთ, რომ თურმე პრობლემა მხოლოდ თქვენში არ იყო, რაც აქამდე ხდებოდა. მესამე ვარიანტი, ვინ ჩაიფიქრა სელენიტი. თქვენთვის ყველაზე სასიხარულო ცვლილება. თქვენთვის ყველაზე სასიხარულო ცვლილება. Wow. ხალხო,
მესამე ვარიანტი, თქვენ რა ამბებში ხართ? ბოლომდე იაზრებთ. მესამე ვარიანტში, ყველაზე სასიხარულო ცვლილება, რაც მოხდება, არის ის, რომ საკუთარ თავს შეიყვარებთ, საკუთარ თავთან ურთიერთობით იქნებით ბედნიერი. სასიხარულო ცვლილება იქნება ის, რომ თქვენ თავს იგრძნობთ, როგორ გითხრათ, ჰარმონიულად, სიმშვიდე, სტაბილურობა, კეთილდღეობა, იმხელა სიმშვიდე და ჰარმონია ტრიალებს თქვენს შინაგან სამყაროში, რომ ეს თქვენი შინაგანი ჰარმონია ბუნებრივად იზიდავს ადამიანებს და ეს ახალი ნაცნობობა იქნება მეგობრები, თანამშრომლები, თუ ბუნებრივად თქვენი ხათრი, პატივისცემა, თქვენთან მიმართებაში მუდმივად რაღაცა კომპლიმენტების თქმის და ყურადღების გამოხატვის სურვილი უჩნდებათ ადამიანებს და შინაგანი ჰარმონია, ხო? რაც აქამდე მე ვფიქრობ, რომ კარგახანი არ გქონიათ, 2026 წლის განმავლობაში ეს მოხდება. იმიტომ მოხდება, რომ თქვენ გადიხართ ხალხო, რამდენი მაღალი არკანია, ნეტა დაგანახათ. ესე იგი, რამდენი არკანი მაქვს ხა მოლაგებული და ნახევარზე მეტი არის უმაღლესი არკანები და თან როგორი ეხლა გადიხართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს. ერთი რომ რაღაც გაკვეთილები გაქვს სამყაროსგან და მეორე რომ გამოძდებთ, ან ძალიან სწრაფად გადიხართ რაღაც ეტაპებს და ჩქარა, კიდეც სწავლობთ, კიდეც იზრდებით, კიდეც იქ რაღაც ცხოვრებისეულ გამოცდილებებს აგროვებთ, გამოძდებს აბარებთ, ხო ხვდებით? და ამ მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობამ რაღაცნაირად ჩაგაგდოთ ცოტა თავდაცვის მდგომარეობაში. თითქოს მუდმივად ყველას და ყველაფერს თავიდან იშორებდით და რაღაცა ცოტა უნდობლობითაც შეიძლება იყავით განწყობილი აქამდე, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდება თქვენს ცხოვრებაში და იწყება ის პერიოდი, როცა თქვენს შინაგან ბავშვს გამოუშვებთ თქვენგან, რომელიც ესე დამწყდეული და მიჩქმალული გყავდათ სადღაცას ვნელ კუთხე კუნჯულებში, ხო, თქვენი ფსიქიკის და ბევრად უკომპლექსო, უფრო თავისუფალი, უფრო ლაღი, გახსნილი, ბევრად უფრო ესეთი ადამიანი გახდებით, უფრო ექსტრავერტული, ხო? ესე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, კი რატომაც არა, ანუ უფრო დაიწყებთ საკუთარ თავის გამოხატვას და დაუბრუნდებით თქვენს ნამდვილ დაუბრუნდებით თქვენს ხასიათს. მე აქ არ ვფიქრობ, რომ თქვენ რაღაც ახალს გამოიმუშავებთ, არა. თქვენ უბრუნდებით თქვენს ნამდვილ საწყის, თქვენს ნამდვილ მეს, იმას, რაც რეალურად თქვენი იყო ყოველთვის და რაღაცა ეს იუმორი, ხუმრობები, რაღაც უკომპლექსობა, სილაღე, აქამდე მიდიხართ, იცით, 2016 წლის, რა იმით რა 2026 წლის. უკეთრად 2026 წლის განმავლობაში. მე წარში გადავხდი უკან წარსულში. ხო, ყოველ შემთხვევაში, ალბათ ეგეც არ არის შემთხვევით, შეიძლება თქვენთვის 2016 წელი პირიქით ძალიან სასიამოვნო პერიოდთან ასოცირდებოდა, რამე მნიშვნელოვანი სასიხარულო მოხდა, ხო, რა შემთხვევით არ წამომწდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება რაღაც შეხვედრა და დაბრუნება საკუთარ თავთან და თქვენი შინაგანი ბავშვის გალაღება. მოდი ესე დავარქვათ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან მძიმე არკანები ამოვიდა თავიდან და მე კი რა ხდება, საბოლოოდ ფინალში დასასრულს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ესე შემიძლია გითხრათ მესამე ვარიანტში, მართლა გულწრფელად ძალიან ესეთი სასიკეთო პერიოდი იქნება თქვენთვის 2026 წელი, იმიტომ რომ ეს შეხვედრა, რაც თქვენს ნამდვილ მესა და თქვენს იძულებით შექმნილ ხასიათს, ხო, რაც ცხოვრებამ რო დაგასწავლათ რაღაცეები, ეს რაც თქვენ შექმნით საკუთარი თავისგან და ის რაც რეალურად თქვენი, ამათი შეხვედრა მოხდება და ის რაც თქვენი იმას იბრუნებს და ისევ იმ სილაღით აგრძელებთ ცხოვრებას, რაც მანამდე გქონდათ ხოლმე. ეს იყო ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო, მე გისურვებთ ყველას ძალიან დიდ ბედნიერებას, წარმატებებს და სიყვარულით სავსე ცხოვრებას. ნახვამდის, ბედნიერებით და ყოჩაღები მყავდით. აბა დროებით შემდეგ ვიდეომდე.